თუ მოფერება ბიჭო ისა ეს არ ვიცი ჩვენ მაგრამ ეს ხუმრობი მაგრამ მე ფაქტია რომ მე ვერ უყურებ მაგრამ კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხეს რომ ნუ იქ საქართველოს პრესკონფერენციაზე პირდაპირ მე უგდებდი ყოს სხვა ხო და იმიტომაც პირდაპირ თქვა საქართველოს სუვერენიტეტი საქართველოს ნუ ეს ხელშეუხებელი რო არის ობამა ხო და ეს ახლა ჩემ ქვეყანაზეა ლაპარაკი რა რომლისთვისაც კარგია ერთი ხო კარგია რა კარგია და თანაც მე ვიცი რომ მედვედევმა ამაზე პასუხი არ გასცა თუ ვერ გასცა ესეც ფაქტია გაატარა ჩვენ როგორც ვამბობ გაატარა რა ეხლა იქ ეს აქცენტებს თუ გავაკეთებ ეს ავღანეთის ტვირთები უფრო მნიშვნელოვანი იყო იქ როდესაც ჩაკეტილები ლაპარაკობდნენ თუ ფაქტია რომ საქართველოს პრესკონფერენციაზე პირველი ისეთ ობამა რაილაპარაკა ეს უცბად გამახსენდა ეს ყურში ბიჭო მე ხო არ მეცდა მაკებს რო იმ ავღანეთში მაკებს რო ეს ილაპარაკა ბიჭო გავგიჟდი ხო რაღაც ბახ უცბად რა მომესმა მეთქი ხო არ ვიფიქრე რა ხო და ნუ ეს კარგია რა მოდი ეხლა თუ ეს მიშას დამსახურება გაუმარჯოს მაო რა ვიზა მოყო დიდე მადლობა სუპელოს ის მაგრამ აქ შეიძლება რაღაც მატანაზე მაგრამ ნუ ისიც ფაქტია რომ პირველივე ჟურნალისტმა კითხვა რომ დაუსვა უთხრა რომ თქვენ ხვალხდებით იმას ოქიან პუტინს ხო და ანუ ხვალ უფრო მნიშვნელოვანი ხო არ არის შეხვედრა ნუ ანუ მედვედევთან შეხვედრა შეიძლება უფრო ანუ ეს კარგია მოდი ჩვენ რა უმადურობა ხელისუფლების ხარდამჭერები თუ ასე კარგი იქნება რომ რაც დავინახოთ რაც დასანახია ამიტომ გავაკეთე მე ამიტომ ლაპარაკობ ამას გია რომ ფაქტია რომ გამოვიდა ამ შეხვედრის მე და საქართველოზე თქვა ძალიან ისეთი აქცენტირებულად ილაპარაკა რა ეხლა იქ შიგნით რა იყო და ამას ჩვენ ვერ გავიგებთ ან შეიძლება დრო აჩვენებს დრო გამოაჩენს რა ამას ეხლა თქვა იმან გაატარა ვერ გაცა პასუხი რუსეთის ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა თუ არ გასცა დრო აჩვენებს რომ ამაზე რა რეაქცია როგორ განვითარდება რა მაგრამ ყოველ შემთხვევაში აინტერესება გამოხატა ხო რა ეს ამას ვერ დავაბრალებთ რომ ოპოზიციის მხრიდან ხო ვთქვათ რომ უმადურობასაც რომ გამოვიჩეთ რომ კი ბატონო ამას ხვალ უკვე იქნება ამაზე ხო ჩვენზე მოიწყვიან ეს პოლიტიკოსები ექსპერტები იყვიან ამის გაანალიზება მოხდება თქვათ ამ ფაქტის მაგრამ ჩვენც შევეხოთ ახლა ჩვენ ქვეყანაზე იყოს ჩვენ სამშობლოზე იყოს საუბარი და აქედან გამოვილაპარაკ მაგრამ ზურამ რას თქვა მიუხედავად იმისა რომ ესეთი სახელმწიფოს პრეზიდენტი ამაზე საუბრობს ასეთი კაცი ხავს დაჭერილი შეღუდოთ თორნიკე რო იყო ხო გახსოვს დროში იმას რომ დაიჭე ხო აბა თორნიკე რა სათვალები თორნიკე შაკო და ნუ რავი ხე მაყურებელი ყავს მობზანდით წმინდა იონე ნათლისმცემელი იყოს ყოველი ქართველის და ყველა ადამიანის ფარველი. მის მამადმა გაგვაძლიეროს ყველა მშვიდობა მოხდეს და აბსოლუტურად აიხლა ბოლო გადაცემებს ვაკვირდები და შეიცვალა ტონი მთავრობის მხრიდანაც, ოპოზიციის მხრიდან, ანუ უფრო დიპლომატიურ რაკურსში გადავედით, უფრო სიბრძნით უდგებით და სიმშვიდით და აი ეს არის ნამდვილად ის, რაც გაგვიყვანს ყველა სამშვიდობას და ადამიანური ქმედებებისკენ. საგარეო პოლიტიკაზე საუბარი მე პირადი აზრია ბოდიშვი ამისთვის თუ შენს ვიწრო სოციუმში არ ახარ ყოველ მხრივ ჩამოყალიბებული მობილიზებული და მოწესრიგებული წინასწარ ლაპარაკი ცოტა მე მგონი უაზრობა რატომ ახლა ყველა პრობლემა ჯერ ოჯახში უნდა მოგვარდეს ხო ასეა ჩვენი ოჯახი ჩვენი ქვეყანა ერი არის რომელიც ესე ძალიან დასუსტდა სულიერად ინტელექტუალურად ურთიერთობებით ყველაფრით და აი ჯერ ეს ტკივილები თუ არ მოვიშუშეთ საგარეო ურთიერთობები ჯერჯერობით რა ვიცი მე მგონი არ მოგვარდება იმიტომ რომ ისინი სწორედ აი ამ მდგომარეობას აკვირდებიან ჩვენს მომზადებას აკვირდებიან ყოველთვის და ეს გზა მერე თანადროულობით გაიხსნება აი ხა ამ ეტაპზე მე პირადად როგორც ერთ-ერთ მოქალაქეს მიმაჩნია რომ გადაუდებელი და აუცილებელი საკითხია რომ ეს პოლიტპატიმრები რაც შეიძლება მალე გამოუშვან უმტკივნეულოდ შვიდად
ისევ და ისევ აი ესეთი 7 ტონით ურთიერთ შეთანხმებით არ არის საჭირო იცით რა მუდმივად ეს რამეზე კეთდება სულ აქცენტი რომ ვიღაცას უნდა თავის განდიდება მე ეს უნდა დამთავრდეს არ შეიძლება ხალბატონო აი ძალიან დიდი ბოდიში რომ ჩაგეჭრებით და მე მინდა რომ აი მაგ ტონშივე გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი ანუ აი რას ვამბობ დიდებული რამეა რასაც მე მგზავნებთ რომ 7 ფორმაში ადამიანებმა საქართველოში მაცხოვრებელმა პირველ რიგში ქართველებმა აუხსნათ ერთმანეთს რომ მოდი ნუ ურტყავთ ერთმანეთს მოდი ტყუილა მაინც და მაინც ნუ დავიჭერთ ამ საზოგადოებას პატარა ბავშვებს მოდი იმას ნუ მაგრამ აი რა შესაქმე ნახეთ ეს რომ დაიწყო თქვა ქმედება ამ ხელისუფლებამ იმის შემდეგ რაღაცა თქვა მოხდა 2000 რომელიღაც წელში მე იმის შემდეგ რაღაცა მოხდა კიდე მანამდე ანუ ის რაღაცას რო ვეთყო თქვა მე ვარ რა ცალი მხარე და ეს ხელისუფალი და ვეუბნები რომ ეს მე მგონი შეცდომაა ეგრე არა რა იქ წაყრუება წავიდა ეს გეხვეწებით ეს ეგრე და აქამდე ეს მოიყვანა ამათმა უმოქმედობამ საზოგადოების მე ამას პირდაპირ შემიძლია თქვა საზოგადოების უმოქმედობამ და ამისგან გამომდინარე ხელისუფლების ცოტა ვიმან სინაგლემ რა მოდი ესე ვიტყვი რა იმიტომ რომ დაინახა საზოგადოება არაფერს არ ვამბობ ბარენ ხაზაინ და მორჩა რა ახავარ მე და მე ვარ და ჩემი მაგას გეუნები ჩემოგევლო ჩემი თავი თორე ვინ მაიმუნი მართლა რა აი მე ღმერთის წინაშე ვამბობ და აი არ შემეწიოს ღმერთი მე მართლა მე თუ ეგეთი აი რას ვამბობ მომისმინეთ როგორ შეიძლება მე ვცხოვრობდე საქართველოში და იმ დილით ვიღვიძებდე იმ განხილებას თუ ეს აზიზღარის ეს ხელისუფალი და რატო როცა შემიძლია რომ დილით გავიღვიძო უх ჩემი ჯიგრები ჩემი ოქროები ნახე რა არ შეიძლება ესე გავიღვიძო ხალხო ნამდვილად ასე უნდა გავიღვიძო ყველა მაგას გეუნები და მომესი მაგის საშუალებით პატარა ჩასაჭიდი მომესი რამე რომ მოგეჭიდო და თავი მოვიტყუილო დავიდებილო თავი ოღონდ ესე იყოს არც ეს არ არის რა ახლა ნახეთ რა შეასაქმე აგესნით ოჯახი შეიძლება არა მაგრამ გვარი არ არსებობს დამეთანხმებით საქართველოში გნება მთელ სოფლიოში რომელსაც ერთი ადამიანი ფიზიკურად სუსტი არ ყავდეს ჯანმრთელობას გულისხმობ ინტელექტუალურ ხარეს გულისხმობ და ასე შემდეგ ხომ არა იმას არ მიყავს ოჯახში უფროსობა ხო გეტყვით ეხლა აგიხსნით სიტუაცია ჩვენ ცოტა სხვა კუთხით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს და გაგვიადვილდება ამის ახმაც და მე უკვე მომენტი რომ აი როგორ გამოვიდეთ ამ სირთულიდან ამასაც დავინახავთ და ძალიან მარტივად ოღონდ გითხარით რეცეპტი კი ბატონო ესე იგი რა შეასაქმე ჩვენ აი ამ ადამიანებს ვინც ნებით თუ უნებით ჩაგვაგდო ამ სიტუაციაში ეს არის ძალიან კარგი რელიგიური აი სახარებისეული სიტყვა ნებთით უნებლიეთ ჩავარდოთ სოდვაში ამ ახალგაზრდა კაცებს ბიჭებს ვინც არიან ახლა ჩვენთან ხელისუფლებაში უნდოდა თუ არ უნდოდათ ეს ღმერთმა იცის ნუ შეიძლება მათი სისუსტე ან ინტელექტუალური ან ფსიქოლოგიური ან სხვა მომენტებზე გადაიხარდნენ აი დაუშვათ იგივე ფულის მომენტი კერპის დონეზე ან რაღაცა ნუ არის ეს არის ადამიანის მაგას რელიგიურავე ამ პარტავნობა ქვია კი ბატონო მაგრამ არ თქვათ ეხლა რომ რომელიმე ჩვენგანს ეს ცოტა დოზით მაინც არ ქონდეს ყველას აგვაქვს როგორ გეკადრებათ ზუსტად ვართალი გამდები რა